დადამ, აბა თუ მიხვდებით სად მივდივართ. დილამშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ბედნიერ დღეს გისურვებთ. ჩემები უკვე მანქანაში არიან. მოლი, ჰეი! რაო, მოლი? რაო, გოგო? ჩემები უკვე მანქანაში არიან, როგორც გითხარით, მეც გავემზადე. არაფერი განსაკუთრებული ფემი რო შემეძლოს ამ სახლის ჩუსტებით წავიდოდი. დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ ძალიან კომფორტული. ხო და მივდივართ მარკეტში. იმიტომ რომ ეს დღე ყველაფერი დაკეტილი იყო. ფაქტიურად აღარაფერი აღარა გვაქვს სახში. ხო და მერე წავართ სადმე გავისერნებთ გოგოებთან ერთად და წავიდეთ ერთად. მაგარ ხასიათზე ვარ ხო მეტყობა. კაი გამოძენებული ვარ და მაგიტომ მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მუშავ და ძალიან დაღლილი მოვედი სახში. წავედით მოკლედ. ჩანთები მზადა მაქვს, გოგოები მანქანაში არიან, ზურა მანქანაშია. ხო და გავიგეცით. ხო შევხსენს ხარ? ცივა? წავედით? იყიდათ რაღაცები? ვინიცის? აი ეს ხელსახოცებით დავიწყოთ და მიდი რადიკო შენ რომელი აიღე იცი? სალონში როვდებთ ხელსახოცებს იმის ხის ხუთში. აი ეს ხელსახოცები აიღე. სალონში როვდებთ დე? ეს ორი ცალი არ გინდა? ეხლა ეს ორი ცალი ჩადე. ეს ზემოთადე. მიდი აი იქ არის დედიკო მარცხენა მხარეს. ხარტიკუზინას კი გვინდა ის ორ ცალიანს წამოვიღებ. Δεν υπάρχει πρόβλημα, όλα καλά. Κοίτα.
βγάζετε το σύνολο σας στο μήνυμα και το στέλνετε εσείς. Πού να το στείλουμε? Τους λέω πάρτε το στείλετε το ευχαριστώ, γεια σας τους λέω εγώ. Πού θα το στείλει, πού θα το στείλει, πού θα το στείλει. მოკლედ გოგოები დავტოვეთ ბავშვთა გასართობ ცენტრივით არის აქ სკლავენიჩი და ძალიან შორს არიან ჩვენგან ისე შორს არიან ძალიან ნერვიულობთ აგერ პირდაპირ გასართობ ადგილთან ვზივართ აქეთ კაფე არის ბევრი ხალხია ხო და ქალბატონები აგერ ერთობია ჭკვაზე არ არიან წევი ტუტულიკო რა დღეშია საერთოდ წავედით გოგოებისგან არ გახსოვს უბრალოდ არ გახსოვს ჩვენ ყავდა ეველინა მოყვანილი იყო 2 წლი ნახევრის და გვითხოვეს უარი იმიტომ რომ 3 წლი და მისერი არ ამოსულა ეს ვინ არის აქ? ეს ვინ არის აქ? ჩემი ტუნტულა. ესე უშიშარია ყველაფერზე ადის ყველგან ზრება. თანა თვალიერებს აკვირდება რასაც არის. შიში მოგელე. ევეკო იქეთა. სამი წლის ადგო რო უცხარი ეჭი შეეპარა იმას. მოვედით სახში გოგოები ძალიან მაგრად გაერთენ იმ პედოტოპოზე იქ სადაც ყავდა აღმოჩნდა რომ არის სრულიად უფასო ანუ ვინც სკლავენიჩი მიდის რომ იყიდოს რაღაცები და პლუს ამას თუ იქ ყავა შეუკვეთავს აღამეს ბავშვები სრულიად უფასოდ გაატარებენ დროს. მოდით ახლა ვნახოთ რა ვიყიდე 77 ევრო და 23 ცენტად. დავიწყოთ. კორნფლეიქსი ხელსახოცი ერთი სველი ხელსახოცი სამცალიანი ამას ფასდაკლება ქონდა კორნფლეიქს ფასდაკლება ქონდა ნაგვის პაკები რან მოგწევი? სად არის შენი დედა? ზედა როგორ დაგესვა რა გოგო? როგორი დასრილი მაგზედა გოგო, როგორი დასრილი კუტუ. მიდი აბა ნახე ოთახში, ჩემს ოთახში თუ დევს. მიდი. ევეკო ძალიან გთხოვ, მიდი რა მოუძებნე. მე რა გამოუტანე დედა? ხო. სამზარეულოს რა არის? მოდი ამოვიღებ ამ ყველაფერს და მე გაჭმევ, კარგი? ოკეი? არ არის. სად არის აბა? არ ვიცი. ოკეი, კანი. ეხა მე რო გავიდე და ვნახო და იქ რო იდოს? თუ ნახავ. სამზარეულოსთვის ჩვრები ხალხო თუ გინდათ რომ თქვენი ყოჩახდე გამოწია ხა ეს ვანახოთ გამოწია დედიკო თუ გინდათ რომ თქვენ სტანსაცმას ქონდეს არაჩვეულებრივი სურნელი მხოლოდ და მხოლოდ დიდ სკლავენიტებში იყიდება ესე დავდოთ ნახე ეს სტანსაცმლის დამარბილებელი ძალიან მაგარია საოცარი სურნელია კიდე არის იასამნისფერი ესეთი, მაგრამ მე ეს მირჩენია. დეტოლი. ხო? ეს კიდე იატაკის სითხე, ზუსტად იგივე ფირმის არის, რაც დამარბილებელი. როგორ დავხარი მყავს. გამოწია დედიკო ერთ წუთი. გამოწია დედა. ქლორი. ესეც კაბილის პასტა, რომელსაც ერთ ყიდულობდი და მეორე მოდიოდა საჩუქრად. მოდი გავხსნათ ნახოთ როგორი, მეგონი შავი უნდა იყოს. ესეთი კოლგეითი 4 და რაღაცა ღედა, ხო? შავი არის. ეს არ გახსნა და ეს ერთი გავხსენი, ორივე არ გვჭირდება. ეს უნდა შევინახოთ. ეს არ გვჭირდება. გადავაკეთებ მე.
ეს არის სნიკერსი. და რატო ვიყიდე ახლა სნიკერსი? ერთი წუთი და მოგცემ, კარგი? გავხსნი. 4 ცალია შიგნით, 4. 4 ეს რო გვეყოს. რატო ვიყიდე ახლა სნიკერსი? გაგეცინებათ და ესა რა ქვია? Hello my love, how are you? Wow, რა მაგარი კბილის პასტა. შენი არ არის, ეს ჩემი და მამიკოსი არის. შენ გაქვს შენი. მაგები არის ორივესი? მოკლედ, ჩემ ძმას ველაპარაკებოდით და ჩურჩხელა რო გამოგვიგზავნეს. ჩემ ძმა ეუბნება, შენ ცხვირ ხარ აგაკ მოსაწმენდი უკაცრავად. შემოძღერდი მეჩვენა. ნერწყვი კაკა, გოგო. არა, ლოლიპოპის განახარ, დასრილი, მოტუტყნული, გოგო ვინ არის მოტუტყნული? ხო და მე აქედან როგორი და ჩემი ძმა ეუბნება ეველინას და დანიელას ბიძიო იციო ჩურჩხელაო რა არისო ქართულიო სნიკერსიო ხო იცი სნიკერსი რა არისო და ჩემს მოსვენები არა მეთქი ბესო ამათმა სნიკერსი არ იციან რა არის მეთქი და გაფართოებული თვალებით მიყურება და ნიშა სელფებს იღებს სნიკერსი გაფართოებული თვალებით მიყურებ და ბავშვებმა სნიკერს როგორ არ იციან და ესეც ხდება ხალხო ზოგიერთმა ბავშვმა სნიკერსით არ იცის რა არის მაგალითად შემაშვილება მამა გაგიხსნა და მოგცე ახლა რომ შეჭამო გაძლევ უფლებას რომ შეჭამო სნიკერსი უფლებას გაძლევ დედა წარმოგიდგენია როგორი ტირანი მშობელი ვარ სნიკერსი არ იციან ბავშვებმა ეველინა გაგიხსნა ეს 4 ცალიანი სნიკერსი ой, ბოდიში, 3 ცალიანი ყოფილა. 4 ცალიანი თქო. ამას მე და მამიკო გავიყოფთ. სნიკერსი. 3 ცალიანი. მამიკო! ესეც. ამხელა. გრამაჟი არა წელი, რამდენი გრამიანია. ეს 3 ცალები და 2 ევრო. ემეკოს მიუტან დედა? ისე შეიძლებოდა რომ გამეყო. მოდი გაგიყოფთ ერთსად შენ და ეველინას. თლიანად? ძალიან ტკბილი არის. ჰა, კარგი წაუღე ეველინას მის. კაი. ამ ერთხელ ყოველდღე თქვენ აჭამთ ამასთან. ხო და ჩემო ძმაო, ჩემო საყვარელო ძმაო, ჩემშულებს უყიდე სნიკერსი რომ გაიგონ რა არის. არკადის წვანესაპონის ასაცმლის სარეცხის სითხე ამასაც ფასტაკლება ქონდა 52 რეცხვაზე დუალეთის გაღალდი დევასი ამასაც ფასტაკლება ქონდა ესეც ხელსახოცი მისაღებში რო ვდევთ ხოლმე ესეც კიდე ხელსახოცი ესეც ღრუბელი სამზარეულოსი ამასაც ფასტაკლება ქონდა ისიქეთ ესეც პური ბარემ ჩავდებ კვერცხი რომელშიც არის 15 ცალი მივეცი 3 ევრო მეცნდა და არ მეცინება კიდევ დავეხეთგა ძირს დავ ყველი გაუდა რომელიც არის 350 გრამი დაახლოებით გეტყვით რამდენი ნაჭერია შიგნით 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 სადღაც 17 ნაჭერი 20 ნაჭრამდე დაახლოებით 350 გრამი ამასაც ფასტაკლება ქონდა და ღირდა 2 ევრო აი მე სადაა ეს ახლა გადარებული ღმერთმა იცის მოლი რა იყო ეს მოუწევნა როგორც იქნა ყველი გაუდა რომელიც არის 350 გრამი ღირდა 2.76 წარმოდგენაც არ მინდა საქართველოში რა ღირს 350 გრამი გაუდა. წვენები, რომელიც გოგოებს ძალიან უყვართ, მამიკო მუყიდა რა, მამიკოს არ დაავიწყდა. შაქარი,
ერთი წელი წამოვიდე. მარილი ამ ბოლო დროს სულ მავიწყდება რომ ვიყიდო. ესეც ბრინჯის ფქვილი მოჩის შეკვეთა მაქვს. ეს ცელოფნები იქეთ. სამზარეულოს ხელსახოციუსი ბარაქიანი რძესაც ფასტაკლება ქონდა. კიდე რა არის? შაქრის პუდრა. 2 წელი წამოვიღე, გამჭირდება. მე მაგარ მაშო არ მაგარი მაში. მაკარონი რომელიც ღირდა 1 ევრო. ესენი არის უგემრიელეს მაკარონი. ესეც ღირდა 95 ცენტი. ფასტაკლებით ღირდა ესე. ესეც მეორე წამოვიღე. მაფალდინის ქონდა ფასტაკლება. მაფალდინი რა ღირდა? სიხარულო თუ გახსოვს? არ შეკიხედავს? ხო, იმიტომ რომ ფასტაკლება ქონდა მაფალდინის და ზურას უთხარი წამოიღეთ. მაფალდინი არის კონკრეტულად აი ბარილას ეს მაკარონი, რომელიც არის უგემრიელესი, საოცარი, სასწაული. ზურა ესე იგი 13 ევრო ღირდა სიხარულო არკადის ტანსაცმლის სარეცხის სითხე და 7 და რაღაცა მივეცით ფასტაკლებით. აზე ხარ? მაფალდინი ღირდა ევრო 85 ფასტაკლებით. და ესეც ორნაირი ბრინჯი, ჩემი საყვარელი ბრინჯი არის ეს ორთქლში გამოტარებული მაკრი კოკო ქვია და ეს არის ჟასმინი. 2 ბრინჯი წამოვიდა. ეს ყველაფერი ლიუს ამას დამატებული 2 ცალი ჩუპაჩუპსი. რადგან ჩუპაჩუპსი რო გამოდიხარ სალაროსთან აუცილებლად უნდა აიღონ და ეს ყველაფერი იყო 77 ევროს და 23 ცენტის. რა საინტერესო ისე ეს ფასტაკლებები რო არ ყოფილიყო რამდენი გვექნებოდა გადასახდელი ზემოდან. ანუ 77 და 23 გადავიხადეთ ეხლა ფასტაკლებები. მოკლედ მაინტერესებდა რამდენი ევროს ეკონომია გავაკეთეთ ამ ფასტაკლებებით. ეხლა გარკვეულ პროდუქტებზე რაზეც იყო ფასტაკლება თქო და გადავიანგადიშე. იმიტომ რომ აქ ძველი ფასცა მითითებული, ფასტაკლების ფასიც ამითითებული და ძალიან ადვილად გადავიანგარიშე ხა და 28 ევროს და 78 ცენტის ეკონომია გვაქვს გაკეთებული ფასტაკლებების ხარჯზე. შეიძლება სხვა მარკეტში წახვიდე ხა ვასილოპულოში ან მასურჩი ამ კონკრეტულ რაღაცებზე ეს ფასტაკლებები არ მოქმედებდეს. ანუ ყველგან ერთდროულად ერთნაირი ფასტაკლებები არ მოქმედებს. ნუ მასუც თავისი პლუსი ის აქვს, რომ მასუტის კარტა გაქვს და კარტის ნომერს თუ ეუბნები თუ ფასტაკლების ნივთებს ყიდულობ, მაგ შემთხვევაში გიკეთებს ფასტაკლებას და თუ კარტის ნომერს არ ეწყო, რაც არ უნდა ფასტაკლება ქონდეს იმ ნივთზე, მაინც არ გაგიკეთებენ. ასე რომ საკმაოდ ისეთი არა, ცუდიდან ხა ეხა 28 ევრო, 29 ევრო თქვი, 28 და 78-ია, 29 ევრო, კაი 28 ევრო თქვი. 28 ევრო პატარათან ხა არა, იმ 28 ევროთი წახვალ ხორცი იყიდი. მოკლედ, არაფერი განსხვავებული და განსაკუთრებული არ აქვს ნაყიდი, რასაც ყოველდღიურობაში ვიყენებთ, ანუ ახლა ყოველდღიურად ბრინჯის ფხულს არ ვყიდულობ, უბრალოდ ახლა შეკვეთა მაქვს და მაგითო ვიყიდეთ, თორე სხვა დანარჩენი. Hello! სად მიდიხარ? მოგეწონა გოგო სნიკერსი? მაგი არ არის ნაგვის ცელოფანი. იქ ზემოთ რო ხიჩი ჩაგდე და ამოვიღოთ მერე. კარგი იყო? ხელსახოცი გინდა? მენიუ გულზე გაწერია და? დასაყარელი. აქაც აკაც დასრე. წავედი მოვალაგე ეს ყველაფერი და სავარაუდოდ შევწვალ. არა, ეხლა წვენი არ გინდა სნიკერსი ჭამე ამ წუთში და კიდე ტკბილს დაყოლება არა, წყალის დალევა თუ გინდა წყალი მიირთო შენ შემოგევლე. სავარაუდოდ ხორციან ბლინებს შევწვალ. სავარაუდოდ ფრთხილად. და ამგეს მივალაგებ.
შევაპუწყუნეთ ჩვენი უგემრიელესი ხორციანი ბლინები. მე მგონი არასოდეს რო არ მომბეზრდება ისეთი რამე არის ეს. და თან ბავშვობასთან რო ასოცირდება ყველა სუფრაზე, ყველა დღესასწაულზე, დაბადების დღეზე, ყოველთვის რო იყო ხოლმე სახლში. მაგრამ დიდი ჩემი გაცილებით უფრო პატარებს აკეთებ ესე პატარა ბლინის ტაფაზე, იშხეფები ასე კაცო. და ხოთშორის ჩემშულებსაც უზომოდ უყვართ. დედა რა ხმებით ჭამ დედა რა არის ეგ? კი არა მასე უნდა ჭამო დედა. დანიქშია? დედა შენ 9 საათი ეძინა და ამასობაში მოგშევდებოდა დედა აბა რა იქნებოდა? აბა. ნენა. ბალერინა ხარ შენ? ყოჩა. ლოგოლი იცინი გოგო. დედა მოგშივდა თუ მანდარინი გინდა? მამაზე გაიხის რა შეჭა. პრანჭია. თან ჩემჩანთას ამოწევს. გოგო, მე რამდენჯერ გამოიცვალე, გოგო, რა გაცვი ახლა ეს რა არის? ჰა? თან რა გაპუწული გაჩეჩილი ხე? არა, დედიკო, ცხელი არის, მაგას ხელი არ მოკიდო სიხარულო. ცხელია და მიტო. გამომხედე დატრიალდი როგორი გოგო ხარ. ღმერთო ჩემო, რა მეშველება ამის ხელში მითხარით. ბატონო დედა, რა მაგარია? გამოძინებით კი გამოვიძინე კარგახანი, მაგრამ საქმეს რა გამოლეს ოჯახში, მოჩის შეკვეთა მომცეს, თან ჩემა მუდმივმა მომხმარ. ბატონო! ვაიმე! სემასინე გოგო! ვაიმე ხელი მიჯიკა. წავიქცევი გოგო, ცისფერი როგორ გიხდება, დედა? ხო და თან არის ორსულად და მოჩი არ გამიკეთებია ძალიან დიდი ხანი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და უარი ვერ ვთხარი ვერანაირად და გავაკეთე სამნაირი გულსართი, მოცვი, ჟოლო, კარამელი. ეხლა ამ ყველაფერს შევყრი მაცივარში, მთელი ღამე დასტაბილიზირდება და ხვალ უკვე გავაკეთებ ცომსაც და კრემსაც და მოკლედ ესეთი ამბები. წავედი ხა დავბანეთ გოგორია ჩახჩახებულია ჩემი უბანი. ჩვენთან ღამეა უკვე. სულ რაღაც 11-15 წუთია. დღეს არის 3 იანვარი. ხო, 3 რიცხვია. ხო და ხვალ არა და ზეგ უკვე აღარანაირი განათებები და ამბები აღარ იქნება. ყველაფერს ჩამოხსნიან და შეინახავენ მომავალი წლისთვის. კარგად გამოვიცინე. შუა დღეზე ზურამ მითხრა და ისვენე შესაძლებო გადამწვარი გადაღლილი ხარო. ხო და 3 საათნახევარი მეძინ. ეხლა სად მივდივარ ამ შაღამეს. გოგოები ვაბანავე. უბრალოდ ევეკომე დავბანე დანი ზურამ, იმიტომ რომ დანი მოითხოვა ბაბა მინდა რომ დამბანოსო და მეც ვიბანავე. თმა გავიშვე, კარგად ფილად ჩავიცვი და არანორმალურ ცოლქმარს მოგვინდა ლუდი და ჩიპსი, იმიტომ რომ კინოს ყურება გვინდა. ხო და წავედით ახლა ვასილოპულოა shop and go მარტო ღიაც და სიბნელე როა და მიარჩანა. ხა და წავედი ახლა ვიყიდი რაღაცებს, სასუსნაოებს, მარკეტში არ ვიყავით დღეს. გვეყიდა ბარემ, მაგრამ იმ მომენტში არ გვინდა და არ გვეფიქრებოდა მაგაზე. კარგია გარაფერი. წავედით მოკლედ ვასილოპულოში, ვიყიდი რაღაცებს და ჩავუჯდებით, მე ვუყურავთ რაიმე კარგ ფილმს. ასე რომ მეც აქედან ახლა დაგემშვიდობებით. როგორი ხაურია მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და შევხვდებით მომავალ ვლოგში. მთელი უბანი განათებულია, განათებებით აიმებზე. საყვარლობა. მომავალ ვლოგამდე.